სერიალს წარმოგიდგენთ საიტი Cinemania.gr. გახმოვანებულია acara.net.com-ის მიერ. ჰაშორიო, უბრალოდ დაამატე წყალი. Ფრთხილად, იდიოტო. მოგეწონა? მოგენატრე? ნუ ღელავ, ზეინი ფიქრობს, რომ ნორმალურები გავხდით. მაგრამ მან იცის, რომ ქალთევზები ვიყავით. და ეს არ დაავიწყდება. მასთან ერთად ყოფნისას წყლისგან თავის შორს უნდა დავიჭიროთ, როგორც სხვა დროს. ზეინი ყველას არ გავს. თუ მას რაიმე უნდა ის უკან არიხევს, როგორც ვინ, როგორც შენ მაგალითად. როგორ მოიქცევა თუ გაიგებს, რომ კვლავ ქალთევზები ვართ? ემა, არ ვაპირებ მას ვენდო. ჩვენ დავშორდით, გახსოვს? არ გიჭირს მისი ნახვა. არა, არ მიჭირს. თუ კლეომ შეძლო ლუისის დავიწყება, მეც ადვილად შევძლებ ზეინის დავიწყებას. კარგი? ეს ანტენა ყველა რადიო სიგნალს იჭერს. ყველაფერი თვითონ გავაკეთე, ბარომეტრი და თერმომეტრიც კი. მე ამინს ვადევნებ თვალს. ამინს. პროგნოზი ნახე. არ გამოდგება. უფრო ზუსტი ინფორმაცია მჭირდება. კარგი, შემდეგი კითხვა. რატომ? ახლა თქვენ ამინდის კონტროლირება შეგიძლიათ, არა? ასეა. რათა უკეთ გავერკვე იმაში, რაც ხდება, უფრო ზუსტი დეტალები მჭირდება ამინდის და პლანეტათა განლაგების. რა სისულელია? შენთვისაც კი. ყველაფერი დაკავშირებულია. ოკეანემ თუ არა თქვენი შესაძლებლობები. ლუისი მის გამოგონებას გვაჩვენებს. მართლა? მაგარია. კარგად, შეხვედრამდე. შეხვედრამდე? თითქოს არავინ ვარ. არავინ ხარ. თქვენ მეგობრები ხართ. თქვენ დაშორდით. და სწორედაც მოიქეცით, კლეო. ახლა ბიჭებისთვის არ გცალია. ასეა? ასეა. აჰა. გამარჯობა. მაბატი არ მინდა და მომეცდინე. რას აკეთებ? ეს აპარატი ამინზე დასაკვირვებლადაა. ამინდის პროგნოზი ნახე. ყველაფრის თავად კეთება მიყვარს. მართლა? მეც. მაშინ? რა? დაგეხმარო? ხო, დამეჯერე. დამარცხდი, ისევ. სულ ცოტა დამაკლდა. ოჰო, რა თქმა უნდა. მოიცადე. გადაწყვეტა შემოგვიერთდე.
უბრალოდ აქვე ვიყავე. მიხარია ისევ რომ გხედავ. რა ხდება ახალ სკოლაში? მოსაწყენია. სიმკაცრეა. ისინი ახალი მომავლის ლიდერებს ამზადებენ. ოჰო, ზუსტად შენთვისაა. ზეინ, მივდივართ თუ არა? მოიცადე. ალბათ ახლა ყველაფერი შეიცვალა არა? რას გულისხმობ? ახლა ყველაფერი ნორმალურადაა. მომწონს ჩვეულებრივი რომ ვარ. შენი არ მჯერა. რა? შენ არაჩვეულებრივი ხარ. დაიჭირე, გაგრილდე. რა მოხდა? არ მინდა. ორივეს ვაშლის წვენი მოგწონს. ხო, მე წავიკითხე რომ მეცნიერული ძალების სტიმულირებას ახდენს. და შემოქმედებითი შესაძლებლობებისაც, ერთისაც და მეორესაც. გონი რეკლამას არ უნდა დავუჯეროთ. ხიარული ხარ. იცი, ერთ კვლევაში წავიკითხე რომ რას უფრო მაღალია ინტელექტი, მით უფრო კარგი იუმორის გრძნობა აქვს ადამიანს. მართლა? შენ ამას ამტკიცებ. გამარჯობა. ორი ვაშლის წვენი. მახლავე. ის საყვარელია. ნუ თუ. კი ის. ხიარულია, იღიმის. ლუისი მასთან კარგადაა. საიდან მოიტანე? მამის მინე დარწმუნებული ვარ არაფერი სერიოზული. რა თქმა უნდა. უბრალოდ მეგობრები არიან. უბრალოდ მეგობრები. ის მუდამ ეხება ლუის ცინის და ეს იდიოტური კისკისი. ძალიან მეგობრულად ჩანს კი. მასზე ინფორმაცია უნდა მოვიძიო. რა? ლუისმა ჩვენი საიდუმლო იცის. ის კი მასთან ფლირტაობს. იქნებ მოუყვეს. კლეო, კარგი რა. ჩვენ მასზე არაფერი ვიცით. დროა გავიგოთ. მე ჭვება ამან იმუშავოს. არ გაჩერდება. რაიმეთი უნდა დავამაგროთ, მაგრამ სასურველია რომ მეტალის არ იყოს. ხო, თორემ მეტალი იმოქმედებს მაჩვენებელზე. მაჩვენებელზე. იცი, ისეთი სასიამოვნოა ამის განხილვა ადამიანთან, რომელიც მეცნიერებაში ერკვევა. დამოდე, გავისეირნოთ. სხვა დროს. კარგი რა, ჩემი გეშინია. ზეინ, იმედი არ ქონდა. მართლა. თვალებში ჩამხედე. ვიცი რომ ჩემი დაბრუნება გინდა. არა, არ მინდა. ეს უკვე წარსულია. მაშინ აქ რატომ ხარ? კარგი. თუ ეს გინდა, ასე იყოს. ზეინ? ზეინ, კარგად ხარ? ზეინ, გესმის ჩემი? გესმის ზეინ? მიშველეთ. ზეინ, როგორ ხარ? ვიცოდი რომ ჯერ კიდევ გიყვარდე. რიკი. რიკი, დაბრუნდი. რიკი. წვენი მინდა. ყველაფერი კარგადაა? აღშფოთებული ხარ. საიდან მოიტანე? ვიცოდი რომ აქ იყავი. მე წავალ. მომისმინე, მე ვიხუმრე. დამიჯერე. ზეინ, დაიმახსოვრე. არა. დაფიქრდი. მას უნდა დაუჯერო? რიკი, გაგიჟდი? შენ? მან არაფერი იცის. მისგან შარსყოფნა გინდოდა. მინდოდა და მინდა. ნუ ღელა, ყველაფერი წარსულშია. კარგი. ეს გინდა, არა? ზუსტად.
მისმინე. მას რაღაც ჭირს. სისულელეს ნუამბობ. ვერ ხედა? ამას შეხედე. ეს მისი ძველი სკოლის საიტზე ვნახე. საერთოდ არ არის ნახსენები. აი, არანაირი შარლოტა ოსფორდი. არც ერთი შარლოტა საერთოდ. დარწმუნებული ხარ, რომ ეს მისი სკოლაა. ეს სერიოზულია. ლუის უნდა მოვიყვოთ, სანამ არ მოუნუსხავს. უფრო სწორად, სანამ არ გაუგია, რომ ქალთევზები ვართ. ზუსტად, მართალი ხარ. დიახ. აბა, მითხარი, რთულია ახალ სკოლაში გადასვლა? მას უნდა დაეთქვა გამარჯობა. გამარჯობა. რთულია, კი, მაგრამ ყველა კეთილად იყო განწყობილი ჩემს მიმართ. ზუსტად. ადამიანები შენ გარშემო ხომ არ გატყუებენ? ხატვა გიყვარს? კი. საუკეთესო მოსწავლე ვიყავი ძველ სკოლაში. კიდევ თიხისგან ზერწვა მიყვარს. ჩემს დამუშავებებს გამოფენაზე აგზავნიდნენ. მართლა, შენ სკოლაში ალბათ ამაყობდნენ შენით. ალბათ შენი ფოტოები მათ ინტერნეტ საიტზე დევს. ალბათ იქ ჩემზე არაფერი არ დარჩა. რატომ ასე? ჩემს წამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე ხანძარი იყო. ალბათ ინფორმაცია ყველა მოსწავლეზე დაიწვა. რა საინტერესოა. ხანძარი, რომელმაც ყველა ჩანაწერი გაანადგურა, არა დამაჯერებელია. რატომ? ასეთი მოვლენის შესახებ საიტზე უნდა ეწეროს. მერე? და საიტზე წერია ამის შესახებ. რამოდენიმე დღის შემდეგ დაიწყება სამუშაოები სკოლის ახალი ფრთის შექმნისთვის. იმის სანაცვლოდ, რაც განადგურდა ხანძრის დროს. კარგი ხანძარი იყო. ხანძრის მიზეზი ჯერ დადგენილი არაა, მაგრამ ხანძარი სამხატვრო სახელოსნოდან გავრცელდა. კლეო, თუ ფიქრობ, რომ გამარჯობა, მზად ხარ? რა სიტყვე? კი, წავედით. ლუის. გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად. აბა, შარლოტასთან ერთად სეირნო? ხო, ყველაფერი რიგზეა. კი. თუ რამე ისე არ არის, შეგვიძლია ვისაუბროთ. მაგრამ ყველაფერი კარგადაა. დადით, გაერთეთ. კარგი. დადით, გაერთეთ. რა სულელურად ჟღერს. აი, ჩემი შედევრი. რა ნაგოია. რა? ის ზერწითაა დაკავებული. მართლა? ის ასე ამბობს ემა. შენ ამას გაგზავნიდი გამოფენაზე. კლეო? არა. თავი დაანებე, კლეო. შენ რას ფიქრობ არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან გაუწონასწორებელია. ძლივს იკავებს თავს. გეთანხმები, ძლევს. ხანდახან მგონია, რომ თავს ვერ იკავებს. ეს ვინ ვერ იკავებს თავს? ვანდა, ჩემი ახალი ამინდის ზონდი. წინა ჯერზე ის ქარმა წაიღო. არამდგრადია. ანუ ის. ხო, ფორმის გამო. მაგრამ შემდეგ შარლოტამ მისთვის კერამიკული სადგამი გააკეთა. და აქ რას აკეთებ? უბრალოდ სეირნობდი. ხედავ, ყველაფერი კარგადაა. ახლა თავს დაანებებ? კი. ისინი უბრალოდ მეგობრები არიან, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ვიღაცის დღიური. ეს ხომ შარლოტას დარჩა დღიური. ის იჯდა აქ. არა, კლეო, ასე არ შეიძლება. როგორ? უბრალოდ ბარის უკან დავდებ. მე დავდებ ბარის უკან. უკეთესი ასე იქნება. კლეო. ბოდიში. RJ? შეხვედრა RJ-სთან? RJ.
დამიცადე, მალე მოვალ. ვფიქრობ, რაღაც უნდა გავარკვიოთ. თუ იმის თქმელად მოხვედი, რომ ერთად ვერ ვიქნებით, შენ მაგივრად ვიტყვი ამას. ჩვენ ერთად ყოფნა არ შეგვიძლია. შენ ეს გინდა? არა. რა ხდება? კარგი, მაგრამ დამპირდი რომ კარგი რა. დიდხანს გელოდო? ახლავე ნეით. კარგი დაივიწყე, უნდა წავიდე. მოიცადე, რიგი. გონი რაღაცის თქმა გინდა. იდიოტო, რა მოხდა, ეს ხომ წყალია? დამეხმარე. წადი აქედან, სწრაფად. ეს ჩემი ნავია, ნეით. რა საკეთებ? რა მოხდა? დამშვიდდი. სად წავიდა? ვიცოდი რომ აქ იქნებოდი. ყველაფერი კარგადაა. მარტო ვარ. აი, გაიგე. ჰა, შენ ისევ ქალთევზა ვარ ზეინ, ისევ ქალთევზა. ჰა, ასეა. მადლობა რომ გადამარჩინე. არაფერს. ჩემთვის უნდა გეთქვა. ნუ თუ. და რას მეტყოდი? რას გააკეთებდი? მომესმინე, მაბადია ყველაფრის გამო რაც გავაკეთე, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. კარგი რა, რიკი, დამიჯერე. ეს აღარ მადარდებს. არაფერი. მინდა რომ ერთად ვიყოთ. მისმინე, დიდი ხნის განმავლობაში ერთადერთი ვიყავი, ვისაც ქალთევზები სჯეროდა. მე ამას შევძლებ. როგორ მინდა ამის მჯეროდეს? ურადღებით მომისმინე. მე ამას შევძლებ. ახლა გჯერა. ყველა გვერდზე ისა, RJ. შეხვედრა შემდეგ კვირასაა. ალბათ ის მისი შეყვარებულია. მე ხომ კარგია. რას გულისხმობ? ლუისი და შარლოტა უბრალოდ მეგობრები არიან. ვიცი, კლეო, რომ ის კლავ მოგწონს, მაგრამ უნდა გაჩერდე. რა თქმა უნდა. მას შემდეგ რაც ლუისი RJ-ის შესახებ გაიგებს. ყველაფერი უნდა აგვიხსნა. მე? კი, დაუყოვნებლივ. რა ხდება? ყველაფერი. ბევრ რამეს გვიმალადი? რას? ვის? RJ-ის. შენ ჩემს დღიურს კითხულობდი? არა. მე ის ვიპოვე. გადაიშალა და იქ ფოტო იყო. აჩვენე ის ლუის. რა არის სასაცილო? აქ დრამატულ წრეზე ვარ. რომეოსა და ჯულიეტას ვდგათ. ეს RJ-ია. ფოტოზე რეპეტიციაზე ვართ. აი. კიდევ რაიმე აგიხსნა? არა, ეს საკმარისია.
კი, გააღე კარი. შემომიშვებ. მინდა დღევანდელზე გესაუბრა. ლოის, დაივიწყე გთხოვ. არა, მომისმინე. ის რაც შარლოტას უთხარე. მე დავფიქრდი და მივხვდი. ეს მხოლოდ ვარაუდია. შეიძლება შენ ეჭვიანობ? მე და შარლოტა მეგობრები ვართ. ისე არა როგორც მე და შენ. ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ. ვიცი. და თუ გადაიფიქრებ, გამაგებინე, კარგი? ლოის. უბრალოდ მასზე მეტის გაგება მინდოდა. შენთან დაახლოვებით მან შეიძლება ჩვენზე გაიგოს. სულ ეს არის? მარტო ეს საიდუმლო გაღელვებს. კი. სულ ესაა. კარგი. ახლა ყველაფერი გასაგებია. შეხვდებით. ლუის მოიცადე. ესე იგი მხოლოდ ორი პირობით შევხვდებით ერთმანეთს. პირველი ქალთევზების ისტორიის საიდუმლოდ შეინახავ? დაივიწყე და მეორე. ამის შესახებ კლეოს და ემას არ მოვუყვებით. პირდები? რა თქმა უნდა. სერიოზულად? კარგი. პირდები. მე და შენ ერთად არ უნდა გნახოთ. აქ დავემშვიდობოთ. პირობების წამოყენება გიყვარს არა? კარგი. კარგი. გიჯერებ. იცი სადაც უნდა ვნახო. შეხვედრა თუ მოგინდება და მირეგე. კარგი. კარგი. სერიალზე მუშაობდნენ მსახიობები ნატალია ყულაშვილი და გიორგი წერეთელი. ხმის რეჟისორი მახოშანია. გახმოვანებულია აჭარა.net.com-ის მიერ.